ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს გარკვეულ მცირე რაზმს, ასე ვთქვათ, სახმელეთო რაზმს, საზღვაო დესანტს, ესე ვთქვათ, რომლის ამოცანაც უნდა იყოს ჰორმუზის სრუტის გახსნა. რამდენად ეს შეიძლება იყოს რეალისტური? ეს სცენარი ჩემთვის ძალიან რთულად წარმოსადგენია. ამის თქმის საშუალებას იძლევა 2 წლის წინანდელი ოპერაცია ამერიკის მოიცი როგორი ხო კეთილდღეობის მსველი ჰუსიტების წინააღმდეგ წითელ ზღვაში, როდესაც მათ ცადეს ბაბელმანდების სრუტის გახსნა. მოგესალმებით, შოთა, მოგესალმები. მე მგონია რომ შემომიერთდები ამ საკითხში, მინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ სამძიმრით, დამსრულეთ საქართველოს და ცხადიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მიუსამძიმრო მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო და ღმერთმა ნუგეში მოგცეს სულ ყველას. მოკლედ შოთა დღეს მიუხედავად იმისა, რომ ესეთი თქვათ ჩვენი ქვეყნის შიგნით ესეთი რთული პერიოდი ემთხვევა ამ საუბარს. მაინც ფაქტია, რომ ჩვენს გარეთაც რაღაც პროცესები მიმდინარეობს და უნდა განვაგრძოთ მათი განხილვა, მათი ასე ვთქვათ გაგება იმისა, თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის, მათ შორის შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მოდი დღეს ესეთ რამეზე ვისაუბროთ. ერთი პირველი გთავაზობ, რომ მოდი რაღაცა ბოლო 1 კვირის განმავლობაში მომხდარი ძირითად საკითხებს შევეხოთ მოკლედ და შემდეგ უფრო საინტერესო იქნება ალბათ ამ კონფლიქტის საფუძვლებს დაუბრუნდეთ, ხო? იმიტომ რომ საიდან იწყებს ეს ყველაფერი სათავეს. ამ 1 კვირის განმავლობაში, პრინციპში ისევ თამაშობს ეს ნავთობის ფასი. იქიდან გამომდინარე, რომ თქვათ ჰორმუზის სრუტი რჩება, ასე ვთქვათ, დახურული, გარდა თქვათ ესე ვთქვათ გარკვეული ქვეყნების დროშით მცურავი გემების ტანკერებისა, ინდოეთის, ჩინეთის თქვათ ამ შემთხვევაში გარკვეული საუბრები მიდის იტალიასთან და საფრანგეთთან, როგორც ვიცი, რომ რაღაც გარკვეული მოლაპარაკებები იმაზე, რომ მათთვისაც გაიხსნას თქვათ მიწოდება ენერგორესურსების. პრობლემას წარმოადგენს უკვე გაზის საკითხი, იმიტომ რომ ისრაელმა მიიტანა გაზის გადამამუშავებელ, ასე ვთქვათ, ცენტრზე თავდასხმა და შამის საპასუხოდ ყატარში უპასუხა ირანმა, რამაც ასევე გაზის ფასი უცებ გაზარდა, ასე ვთქვათ. ამ იერიშთან დაკავშირებით საინტერესო იყო ტრამპის განცხადება, რომ ამერიკა არ იყო ინფორმირებული ამ დარტყმასთან დაკავშირებით და მოუწოდებს ისრაელს, რომ მსგავსი, ასე ვთქვათ, ნაბიჯები აღარ გადადგას, რათა საპასუხო, ვთქვათ, იერიშებმა არ გამოიწვიოს ენერგობაზარზე ასე ვთქვათ, ის პრობლემები, რომელსაც იწვევს ისედაც. იყო საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ მოუწოდა მხარეებს, ასე ვთქვათ, სამოქალაქო ობიექტებზე და ენერგო ობიექტებზე იერიშები აღარ მიიტანონ. მოკლედ ფაქტია, რომ ამ თვალსაზრისით ტაქტიკა, ირანის ტაქტიკა ეფექტური აღმოჩნდა იმ ნაწილში, რომ ენერგო, ასე ვთქვათ, ბაზარზე შედეგი ამ კონფლიქტისა, ვთქვათ, იწვევს სწორედ აი ამ გლობალურ, ასე ვთქვათ, რეაქციას და პრინციპში, რაზეც დღეს უკვე ბევრს საუბრობენ, არის ის, რომ ამერიკა და ისრაელი შეიძლება ითქვას დარჩა მოკავშირეების გარეშე, იმიტომ რომ ისინი ერთის მხრივ მოუწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი თან ამბობს, რომ არავის დახმარება არ გვჭირდება, მაგრამ ამასთან ერთად მოუწოდებს, რომ ჩაერთონ ჰორმუზის სრუტის გახსნის პროცესში. ხო, მაგალითად იაპონიის პრემიერ-მინისტრი შეხვდა ამ დღეებში, ირლანდიის პრემიერ-მინისტრი შეხვდა ამდენიმე დღის წინ და ასე შემდეგ და ყველგან დაახლოებით ერთი და იგივე პათოსი აქვს, რომ მისი მოკავშირეები არ მონაწილეობენ, არ სწევენ სათანადო ძალისხმევას იმისთვის, რომ ამერიკის ოპერაცია, ამერიკის ძალისხმევა, მათ შორის ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით იყოს აღსრულებული, ასე ვთქვათ და ანუ პრინციპში აი ეს არის ალბათ ის ძირითადი თუ რამე არ გამორჩა, ეს არის ძირითადი მოცემულობა, რაც ამ 1 კვირის განმავლობაში გავიარეთ, ხო? რა სიტყვა რამეს ხوار დაამატებ ამ ნაწილში. ხო, პირველ რიგში მეც უერთდები სამძიმარს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უსამძიმრებ მთელ საქართველოს.
რაც შეეხება ჩვენ კონფლიქტის განვითარების ეტაპებს, შეიძლება ვთქვათ, რომ მოხდა კონფლიქტის გლობალიზაცია. ანუ კონფლიქტი არ არის მარტო რაღაც ისრაელ, ამერიკა, ირანის ტრიადაში. ანუ ყველა თითქმის ყველა სახელმწიფოს უკვე შეეხო ეს კონფლიქტი, აი ამ გაზის ფასთან, გაზის და ნავთობის ფასის ზრდასთან დაკავშირებით. თვითონ აი ეს დარტყმა, რომელიც მოხდა ფარსის არა ეს არის სპარსეთის ყურის შელფზე გაზის რესურსი, რომელსაც ეწოდება, ირანელები ეძახიან ფარსის ასე ვთქვათ საბადოს, ხოლო ყატარელები ეძახიან ჩრდილოეთის სექტორს. ანუ ეს უბრალოდ საზღვარი კვეთს აი ამ დიდ რაღაცა შელფზე არსებულ ანუ მომპოვებელი ცენტრი. საიდანაც ამოაქვთ ეს გაზი და ხდება მისი გათხევადება, ხო? თვითონ აი ეს მოსაზრება, რომ ეს დამოუკიდებლად განახორციელა ისრაელმა და ეს არ იყო მაგალითად შეერთებული შტატების ინტერესი, შეიძლება იყოს სიმართლე შეესაბამებოდეს. გამომდინარე იქიდან, რომ რომ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჩვენ დამოუკიდებლად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. იმიტომ რომ თუ კი მაგალითად შეერთებული შტატებს სურდა ენერგო რაღაცა ინფრასტრუქტურაზე მიეტანა იერიში ირანის, ხო? ის აქამდე ამას გააკეთებდა, ხო? და იგივე ეს ხარგის კუნძული, სადაც თლიანად ირანული ნავთობის 90%-ის ექსპორტი ხდება, იმას აქამდე გაანადგურებდა. ანუ ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეერთებული შტატების ინტერესი არ არის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე მიიტანოს იერიში, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ფასებზე აისახება. ამიტომ, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო ამ შემთხვევაში ისრაელის ინიციატივა. ახლა რატომ იყო ეს ინიციატივა? გარკვეულწილად ბოლო დღეებში გაიზარდა საკმაოდ პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური წნეხი ტრამპზე, რომ ეს კონფლიქტი არსად არ მიდის, უბრალოდ რაღაცა ყველა ზიანდება, მოხდა მისი გლობალიზაცია და გამოსავალი არის ან რაღაცა მასშტაბური ესკალაცია, ან დროზე მისი დასრულება. სხვა გამოსავალი არ არის. ანუ ეს წნეხი უკვე თანდათანობით აისახებოდა რაღაც გამოსვლებზეც, ხო, რაღაცა გარკვეულწილად შერბილდა კიდევაც ტონი მათ შორის ნეთანიაჰუს გამოსვლებშიც, რომ რევოლუცია არ მოხდება საჰაერო თავდასხმებით, მას სჭირდება რაღაცა შიგნით ადგილზე მობილიზება, გუშინდელ განცხადებაში გააკეთა, ხო? ამიტომ რაღაცა, ასე ვთქვათ, ისრაელმა შეიძლება, ასე ვთქვათ, საშიშროება იგრძნო, რომ ამ კონფლიქტიდან გავიდეს შეერთებული შტატები. ამიტომ მას აუცილებლად სჭირდება, რომ ამ კონფლიქტში იყოს შეერთებული შტატები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ხდება რეგიონულად დაუცველი სახელმწიფო. შეიძლება ესკალაციის. ხო, ამიტომ არის, ანუ ეს როდესაც ასე ვთქვათ, აი მსგავსი ტიპის ესკალაციას ახდენს, ანუ შეერთებული შტატები ესე უპასუხოთ რა, ვერ დატოვებს ამ ესკალაციას. იმიტომ რომ ეს ესკალაცია დასრულდება ისევ ისრაელისთვის ცუდად. ამიტომ არის რომ აღარც გაგრძელებულა ეს პროცესები, როგორც ასე ვთქვათ, გაირკვა შეერთებული შტატებმა მოახდინა გარკვეულწილად რაღაცა. არ ვიცი, ისრაელის ხელისუფლებასთან კომუნიკაცია და აღარ გაგრძელებულა აი ენერგო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, რაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არ შეიძლება მომავალში გაგრძელდეს, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ხედავთ, რომ 100-120 დოლარს მიაღწია უკვე ნავთობის სხვადასხვა ტიპმა მის ფასებს. თან ჩვენ ნახეთ გარკვეული თვალსაზრისით ისეთი არაორდინალური გადაწყვეტილებები ამერიკის შეერთებული შტატებისგან, გულისხმობ ბესენტის განცხადებას, რომ ერთის მხრივ რუსეთზე სანქციების შესუსტებასთან დაკავშირებით და მეორედაც მან აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს ირანულ ნავთობზე სანქციების, ასე ვთქვათ, მოხსნას, იმ ნავთობს გულისხმობს ეს, რომელიც უკვე ტანკერებში ატვირთული და წყალში, ასე ვთქვათ, წყალზე რომელსაც ვერ ყიდულობენ მყიდველები სანქციების გამო, უბრალოდ უკვე მზად არის გემზე. როგორც მან თქვა, ესეთი უცნაური ფორმულირება გამოიყენა, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ირანულ ნავთობს ირანის წინააღმდეგ. თუმცა რამდენად ეს მართლა შეიძლება ასე იყოს, თუ ირანი ამ ნავთობის გაყიდვიდან თანხას მიიღებს, მეორე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა უწევთ იმისთვის, რომ ენერგომატარებლებზე ფასები დაიჭირონ. კი, გარდა იმისა, რომ აი ეს ფასის ზრდა აი საერთაშორისო მხარდაჭერას ართმევს შეერთებულ შტატებს და მარტო ტოვებს ამ შემთხვევაში ისრაელთან ერთად, რა თქმა უნდა, ესეც დიდარტყმას აყენებს თვითონ შიგნით პოლიტიკურად ტრამპს, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკული საზოგადოება ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია საწვავის, გაზისაც და საწვავის, გამომდინარე იქიდან, რომ თავარი სატრანსპორტო საშუალება შეერთებულ შტატებში არის ავტომობილი. იქ ხა რკინიგზა და რაღაც
დენზე მომუშავე ტრანსპორტი რეალურად მისი ინფრასტრუქტურაც უკვე არის მოძველებული, აღარც განუახლებია. ანუ ძირითადად არის ავიაცია და ავტომობილი. მით უმეტეს ტრამპის ამომრჩეველი, რასაც მით უმეტეს ტრამპის ამომრჩეველი, რომლისთვისაც ეს დიდი მანქანები რაღაცა ამერიკას ასაც ეძახიან კი მისთვის ეს მნიშვნელოვანია. ამიტომ რაღაც გათვლები მაინც არის შემოდგომის არჩევნებზე, რომ რაღაცა ელექტორატი სრულად არ ჩამოეფშნა სამ შემთხვევაში ტრამპს, მაგრამ ესეც რაღაცა უკვე როგორ გითხრა აზურთებულ ტალღის შეკავების ცდელობა, რომელიც ჩემი აზრით უკვე რაღაცა დაგვიანებულია, იმიტომ რომ თვითონ მაგაში უკვე საკმაოდ დიდი კრიტიკა ამ ომის წამოწყებასთან დაკავშირებით და კრიტიკა იმ მიმართულებით, რომ ეს საერთოდ არ ყოფილა ამერიკის ომი და ჩვენ ვაწარმოებთ ომს ისრაელისთვის და ამერიკელები უნდა დაიღუპნონ ისრაელისთვის. ამის კრიტიკა არის საკმაოდ უკვე აღარავინ მალავს და ჩვენ ნახეთ კიდევაც ეს ანტიტერორისტული ინსტიტუტის ხელმძღვანელის კენტის გადადგომა, რომელსაც იგივე მიზეზი მოიტანა, რომ მე ასე ვთქვათ ვალდებული ვიყავი ამერიკელი მოსახლეობის წინაშე და ეს მეთქვა, რომ ეს კონფლიქტი, ანუ ირანი არ წარმოადგენდა პირდაპირ საფრთხეს შეერთებული შტატებისთვის, რომ ეს კონფლიქტი შეერთებული შტატებს წამოწყებული აქვს ისრაელის გამო. კი ბატონო, მე მგონი ეს ძირითადი ინფორმაცია, რომელიც ამ ერთი კვირის განმავლობაში შეგვიძლია რომ გაგვეხსენებინა, თუ რაღაცა იქნება კიდე გზადაგზა შეგვიძლია რომ ამას შევეხოთ, მაგრამ მოდი გადავიდეთ ის საფუძვლებთან მიმართებაში. იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ხო? ანუ დღეს როგორც ყოველთვის, როგორც ყველა საკითხში, ხშირად არის ხოლმე ესეთი ცდუნება, რომ ათვლის წერტილად რაღაცა კონკრეტული მოვლენა აიღო და იქიდან დაიწყო მოქმედება, ხო? ნუ აი მაგალითად იგივე ავიღოთ 28 თებერვალი, ხო? თუმცა 28 თებერვალიდან მართლნამდვილად არ იწყება ყველაფერი. ანუ არის ასეთი მცდელობა მეორე მხრიდან, ესე ვთქვათ, ხო? ანუ საწინააღმდეგო მხრიდან ირანი, ისრაელ, აშშ-ის, ესე ვთქვათ, თავდასხმების გამართლების პერსპექტივის მატარებელთა მხრიდან, რომ 7 ოქტომბერი აიღო ამის სათავეთ, ხო? ჰამასის თავდასხმა, ჰამასის ტერორისტული აქტი ისრაელზე. თუმცა აქედანაც არ იწყება ეს ყველაფერი და პრინციპში შეიძლება ითქვას, არ ვიცი ეს თუ ირან-ისრაელის კონფლიქტზე საუბრობთ, ალბათ ეს მაინც 79 წელია ისლამური რევოლუცია, როდესაც ირანში იცვლება ხელისუფლება, ხო, ალბათ იქიდან უნდა დავიწყოთ ათვლის წერტილად ეს ყველაფერი, თუმცა ბუნებრივია კიდე იტყოდნენ ადამიანები, რომ თავად შახის რეჟიმი, რომლითაც მოხდა, ასე ვთქვათ, მოსადეკის რეჟიმის ჩანაცვლება ამერიკის მხრიდან, ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურების მხრიდან, ესე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მთელი აი ამ ახლო აღმოსავლური კონფრონტაციისა, ხო? ხო, საკმაოდ დიდი თემაა. ხანდახან მიჭირს ხოლმე საიდან დავიწყო ხოლმე ახსნა. აქ უნდა გავიაზროთ იმ ეპოქის კონტექსტი, რა ეპოქაში მოხდა ეს რევოლუცია და რატომ იყო იმ შინაარსის მატარებელი, რა შინაარსაც ის ატარებს, ხო? 70-იანი წლები ეს არის უკაცრავად, შედა, მოდი იცი რა ვქნათ, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ სწორად დაიწყე ახლა შენც იმაზე რა ქვია მაგას ამ რევოლუციის ეპოქაზე საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ რევოლუციასთან ერთად ხდება ისრაელი და ირანი ერთმანეთის ეგზისტენციური მოწინააღმდეგეები, ალბათ მაინც სწორია აქედან და ამ ათვლის წერტილზე ორიენტირება. ხო, ამას ვაპირებდი. ხო, ეს არის ეპოქა, როდესაც თანდათანობით, ну, შეიძლება დავარქოთ ამას, ყდომას იწყებს არაბული ნაციონალიზმი. ანუ არაბული ნაციონალიზმი ეს მიემართებოდა, ეს იყო ანტიიმპერიალისტური იდეოლოგია, ანტისიონისტური იდეოლოგია, რომლის თავარი მოტივი იყო ისრაელის როგორც სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, დასრულება, რომელიც იყო ასე ვთქვათ ხელოვნური პროექტი აი ამ დიდ ისლამურ სამყაროში, ხო? აქტორი იყო ეგვიპტე. ხო, ну, თავარი ესეთი დრაივერი სახელმწიფო იყო ეგვიპტე. ეგვიპტე იყო თავარი ცენტრალური არაბული სახელმწიფო, რომელიც აწარმოებდა აი ამ ანტიიმპერიალისტურ არაბულ ნაციონალიზმის პარადიგმას და ჩვენ 70-იან წლებში ვნახეთ ის, რომ ну გარდაიცვალა გამალ აბდელ ნასერი, თავარი შემოქმედი აი ამ სოფხედველობის და აი ამ არაბული აჟიტირების 50-60-იან წლებში და ну მის ადგილას მოდის მისი გენერალი ანვარ სადათი, რომელმაც დაიწყო ეგრეთ წოდებული, შეიძლება შევადაროთ ეგრეთ წოდებული რაღაცა გლასნოსტის პერიოდიდან რაღაცა შეიძლება სადათი დავარქვათ არაბი გორბაჩოვი, რომელმაც დაიწყო
დაიწყო ეკონომიკის გახსნა დასავლური ინვესტიციებისთვის, დასავლური კაპიტალისთვის, მან უარი განაცხადა საბჭოთა კავშირთან ურთიერთობაზე და სამხედრო მხარდაჭერაზე და იწყება ასე ორბიტის ცვლილება აი ამ ეგვიპტის მხრიდან. ინფიტა ერქვა ამას ღიაობა, იგივე სიტყვა არის არაბულად გამოყენებული ამ შემთხვევაში. და ნუ რაც თავარია რა, თუ ეგვიპტე იწყებდა აი ამ პროცესს, ეს მიანიშნებდა იმას, რომ მას უნდა მიყოლოდა სხვა არაბული ქვეყნები, იმიტომ რომ პოლიტიკური ტრენდის მიმცემი სახელმწიფო იყო ეგვიპტე არაბულ სამყაროში და ნუ ბოლოს დაგვირგვინდა იმით, რომ 1979 წელს კემპ-დევიდში შეერთებული შტატების მოდერაციით შედგა დიდი შერიგება ისრაელსა და ეგვიპტეს შორის, როდესაც ანვარ სადათმა და მენაჰიმ ბეგინმა მოაწერეს აი სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი, რის მიხედვითაც ეგვიპტემ აღიარა ისრაელის სახელმწიფო, ხოლო ისრაელმა უარი თქვა საბოლოოდ პრეტენზია უკან წაიღო სინას ნახევარკუნძულზე და ნუ შემდგომ ანვარ სადათი ეწვია კიდევაც თელ-ავივს და ქნესეთში გამოვიდა მაშინ სიტყვით და ნუ მისმა ესე თქვა რადიკალურმა შემოbrunებამ საკმაოდ დიდი კრიტიკა გამოიწვია არაბულ სამყაროში, რის გამოც მან დაასრულა სიცოცხლე, როგორც დაასრულა პალესტინულმა გათავისუფლების ორგანიზაციამ მოკლა შუა სამხედრო აღლუმის დროს ეს ნაცნობი კადრებია მსმენელისთვისაც. ანუ შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში აღარ დარჩა არც ერთი სახელმწიფო, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, ანტიამერიკული, ანტისიონისტური მოძრაობის გამომხატველი. არ დაგვავიწყდეს, რომ ზუსტად 78-ში თუ 79-ში ასევე ერაყში მოდის სადამ ჰუსეინი, რომელიც იყო შეერთებული შტატების მარიონეტი მაშინ და ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც მეტნაკლებად რჩებოდა წინააღმდეგობის მოძრაობაში, ეს იყო სირია, ჰაფეზ ასადის სირია და დიდი წნეხი იყო მაშინ ასადზე 80-იან წლებში შეერთებული შტატების მხრიდან, რომ მას იგივე გაემეორებინა რაც ეგვიპტემ, თუმცა რაღაცა სასწაულებრივად ჰაფეზ ასადმა მოახდინა ის, რომ ამ წინააღმდეგობას გაუძლო და ამიტომაც იყო შემდგომ სირიაზე აი ესეთი აკვიატება, რომელიც არაბულ გაზაფხულის დროსაც გამოვლინდა. ხო, ნუ შევაფასოთ ის, რომ ნუ რეალურად ჩვენ აღარ გვყავს სახელმწიფო, არაბული სახელმწიფო, რომელიც რაღაც პალესტინის საკითხზე არის ორიენტირებული და არის წინააღმდეგობაში მოდის სიონისტთან. და ამ დროს, ასე ვთქვათ, აი ამ რევოლუციამ გადაწყვიტა, რომ თუ არაბები ამას არ აპირებენ, ვეღარ აკეთებენ, მაშინ ირანელებმა ითავონ აი ეს რეგიონის ავთენტიზაციის პროცესი, მისი გათავისუფლების პროცესი და რა თქმა უნდა ეს იყო ასე ვთქვათ ისლამური მობილიზებისთვის კარგი იდეოლოგია, რომ ლეგიტიმაცია მიიღო თვითონ რეგიონში აი ამ შემდგომ თეოკრატიულ სისტემას, რომ აი თქვენთან აღარავინ აღარ იბრძვის რაღაც ამერიკის, ისრაელის წინააღმდეგ და მე ვარ ის სახელმწიფო, რომელიც აი ამ იდეოლოგიას გამოვხატავ და ვარ ასე ვთქვათ აი ავთენტიზაციის დრაივერი. ეხლა ავთენტიზაციაში იგულისხმება მაგალითად ის, რომ ანუ, როდესაც ჩვენ ვიძახით ირანის ისლამური რესპუბლიკა, რაღაც მანდამაინც რელიგიურ ჭრილში არ განიხილება ეს ისლამი. ეს არის კულტურული იდენტობის მაჩვენებელი, აი ამ ავთენტურობის მაჩვენებელი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის აი ამ დასავლურ კულტურასთან, დასავლურ პროექტთან. ამიტომ აი ეს ამას უფრო გამოხატავს ისლამი. პროექტთან, რომელიც მანამდე არსებობდა შახის განმავლობაში, ეგრეთ წოდებული სეკულარული პროექტი. და განზომილებაც რა თქმა უნდა არსებობდა, ნუ რაღაცა ბოლო 30 წლიანი მაშინ 53 წლიდან მოყოლებული, ნუ რამდენი წელი 30 არა 25 წელი დაახლოებით ეს წინააღმდეგობა შეერთებულ შტატებთან, ნუ ეს შაჰის პოლიტიკები რეჟიმიც სეკულარული იყო და შესაბამისად უფრო დიდი ხნის შეგვიძლია რო ვთქვა. კი, ხო, ანუ დაახლოებით ესეც შეგვიძლია ვთქვა, რომ როგორც მაგალითად ჩინეთს ჰქონდა ერთ საუკუნოვანი დამცირების ეპოქა, მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, დაახლოებით ეგეთი დამცირების ეპოქა ჰქონდა სპარსეთის იმპერიას, ბრიტანეთის იმპერიისგან და ეს დამცირების საუკუნე დაასრულა ამ ისლამურმა რესპუბლიკამ. ხო, ამიტომ ასე ვთქვათ, ვინ იყო ეს თავარი გამომხატველი იმპერიალიზმის რეგიონში, იყო ეს ისრაელი და ნუ ეს რევოლუცია უწოდებდა შეერთებულ შტატებს დიდ სატანას, ისრაელს ეძახდნენ პატარა სატანას, რომელიც უნდა ამოეძირკვათ რეგიონიდან და ნუ თავარი ეს იდეოლოგიის ამ სოფხედველობის გამომხატველი ეს ტაქტიკა იყო ისლამური რევოლუციის ექსპორტი, რომ ეს ავთენტიზაციის პროცესი გაგრძელებულიყო სხვა არაბულ ქვეყნებში და მათაც დაეწყოთ ეს წინააღმდეგობა. რაც ძალიან რამაც შეაშინა
სპარსეთის ყურის მონარქიები, იმიტომ რომ მათ აბსოლუტურად დაუცველები იყვნენ მაშინ, არანაირი სახალხო ლეგიტიმაცია და საკმაოდ პოპულარული იყო მაშინ ეს რევოლუცია ისლამურ სამყაროში, არ დაგვაუწყდეს რომ ბაჰრეინში შიიტები იყვნენ, საუდის არაბეთში თლიან სპარსეთის ყურის ნაპირზე შიიტები ცხოვრობენ, ერაყში და ეს გამოდგა ეს ბიძგი იმისა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა დააფინანსეს სადამ ჰუსეინის არმია, რომ მას წამოეწყო ომი, მაშინავთვე პრაქტიკულად 1980 წელს ირანის წინააღმდეგ და სპარსეთის ყურის და ამერიკის შეერთებული შტატები ბუნებრივია, შემდგომ გაირკვევა, რომ ისიც ხადად უჭერდა მხარს. ანუ ეს კონტექსტი რეალურად აი ამ წინააღმდეგობის მოდის აქედან, ხო? მანამდე ხა ცნობილი იყო ის, რომ ისრაელი და ირანი არათუ მოწინააღმდეგები, არამედ ხა მოკავშირეებს ვერ დავიძახო და დავარქ, მაგრამ პარტნიორი სახელმწიფოები იყვნენ, ეხმარებოდნენ ერთმანეთს როგორც რესურსულად, ისევე ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, მაგალითად, რამდენიმე მსხვილი რაღაცა საირიგაციო სისტემები აქვს, მე მგონი ირანს გაკეთებული ისრაელში და ისიც არ დაგვაუწყდეს, რომ მაგალითად ისრაელის საგარეო პოლიტიკაში არსებობდა ესეთი მიდგომა, უსაფრთხოების პოლიტიკაში არსებობდა მიდგომა, რომ არაბული საფრთხე უნდა დაებალანსებინა ისრაელის რეგიონის არაარაბული სახელმწიფოებით, იქნებოდა თურქეთი, ირანი და აფრიკაში იგულისხმებოდა ეთიოპია, რაღაცა არაბების დამაბალანსებელი სახელმწიფოებით. ირანი ერთ-ერთი მის საგარეო პოლიტიკაში იყო საკმაოდ ესეთი პარადიგმული სახელმწიფო, მაგრამ ეს სიტუაცია ამ რევოლუციამ მთლიანად დააყირავა. კი ბატონო, აქ გავიხსენოთ ალბათ კიდე 90-იანი წლებიდან, უკვე სადღაც შუა პერიოდიდან ნეთანიაჰუს და თქვა ეგრეთი რეაქციონისტური, ასე ვთქვათ, ნაციონალისტური ჯგუფების მოსვლა ისრაელის ხელისუფლებაში, რომლებიც იწყებენ უკვე აი ამ რაღაცა რასაც დღეს სიონისტურ პროექტს უწოდებენ, ხო, მის ესე ვთქვათ, წინა პლანზე წამოწევას და ეს ეგრეთ წოდებული დიდი ისრაელის იდეის რეალიზების. კარგი მომენტში ეხლა მინდოდა ამის თქმაც, აი ეს რევოლუცია ემთხვევა იმ ეპოქას, როდესაც ისრაელის შიდა პოლიტიკაში ხდება ტრანსფორმაცია 70-77 წლიდან ხელისუფლებაში მოდის მენაჰიმ ბეგინი, რომელიც იყო რეაქციული სიონიზმის გამომხატველი, ესეთ მემარჯვენე სიონიზმს ასე ეძახიან, რომლის თავარი ორიენტირი იყო სრული მილიტარიზაცია, ეს იყო პალესტინური სახელმწიფოს პერსპექტივის ტოტალური უარყოფა და ტერიტორიული გაფართოება, იუდეა სამარიაზე, რომ ეს არის რაღაცა ორგანული ებრაული ტერიტორიები და ის აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ისრაელს. ამიტომ ეს ამ გარკვეულწილად რაღაცა ორივე მხრიდან მოხდა რადიკალური პოზიციების დაფიქსირება და მათი შეჯახება და ერთი მეორეს კვებავდა მეორე პირველს. ხო და ბენიამინ ნეთანიაჰუ ითვლება მენაჰიმ ბეგინის არა უბრალოდ ესეთი, რა ქვია, რადიკალური ესეთი სეკულარული პროექტები, არამედ კვეთრად ისეთი, თქვათ, თეოკრატიული პროექტია ორივე შემთხვევაში, ხო? კი, რა თქმა უნდა, შეიძლება სიონიზმი შემოიაზრება ვითომ რომ ის არის რაღაც სეკულარული იდეოლოგია, თუმცა ბაზისი მისი არის რელიგია, ხო, წმინდა წერილი, ხო, რომ მაგალითად არის ესე თქვათ მორწმუნე ორთოდოქსი ებრაელების ნაწილი, იუდეველების ნაწილი, რომელიც არ აღიარებს ამ პროექტს, ხადია, მაგრამ არა, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ეხლა სიონიზმი რომ მართლა სეკულარული იდეოლოგია იყოს, მაშინ ეს რა სიონისტური მოძრაობა დათანხმდებოდა სახელმწიფო შექმნას იმ ტერიტორიებზე, რომელსაც თავაზობდნენ და უპრობლემო იქნებოდა, მაგრამ მათ აირჩიეს მანდამაინც პალესტინა, სადაც ზოგადად იერუსალიმში ბევრად უკეთესი ტერიტორიები იყო შეთავაზებული თავის დროს. ძირითადად ხო მაინც ხო თავარი ორიენტირი მაგალითად იგივე თეოდორ ჰერცლს ჰქონდა არგენტინაზე, სადაც ბევრი ებრაელი ცხოვრობდა მაშინ და კულტურულად მაინც ევროპული საზოგადოება ცხოვრობდა ბუენოს-აირესში და ასე ვთქვათ ჰავა და კლიმატიც იყო შესაბამისი. ეხლა სხვა შეთავაზებებიც იყო, თუმცა ეხლა თუ გადავხედავთ ცოტა ისეთი ტერიტორიები იყო მათთვის მიუღებელი. ხო, დღესაც, როდესაც ცვლილება ხდება სიონიზმის გაგების ისრაელში, უფრო მეტად შემოდის ეს რელიგიური განზომილება სიონიზმისა. და დღესაც ჩვენ ხედავთ, ხო, ეს პოლიტიკური ლიდერები იგივე ეს ითამარ ბენგვირი, ბეზალელ სმოტრიჩი, თვითონ ბენიამინ ნეთანიაჰუც არის რაზე, რომ ესე ვთქვათ, რაღაცა ის მეორედ მოსვლის რაღაცა მოლოდინის დაჩქარებისკენ არის მათი პოლიტიკური მოღვაწეობა მიმართული. ხო და ძალიან აქტიური საუბარია აი ამ
მეორე ტაძრის თუ მესამე ტაძრის მშენებლობის საკითხი, ეს საკითხი საკმაოდ დიდი ხანია დგას დღევანდელ აი ნეთანიაჰუს პოლიტიკურ ელიტაში, თუ როგორ უნდა მოხერხდეს აი ალაქსას მეჩეთის განადგურება და მის ადგილას აშენება აი მესამე ტაძრის. დღეს საკმაოდ კრიტიკულ მომენტში ვართ მაგ ფაქტთან, რომ არ გამოურიცხოთ რომ შეიძლება ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჩათვალოს რომ შემდგომი ასეთი შანსი ამ რაღაცა თავისი რელიგიური სოფხედელობის განხორციელების აღარ იქნება და შეიძლება ეს მოხდეს აღარ იქნება ან არ იქნება დიდი ხნის განმავლობაში ან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რაც ხო აი ამ დღევანდელ ჩვენ არ უნდა გავიგოთ ისე რომ მაგალითად მარტო ეს პოლიტიკური ისტაბლიშმენტი უყურებს ესე აი მოვლენებს საკმაოდ დიდი ხარდაჭერა აქვს ამ სოფხედელობას თვითონ ისრაელის საზოგადოებაში კი არსებობს ძალიან რაღაცა ლიბერალური რაღაცა ბურჟუაზიული ნაწილი რომელიც რაღაცა პროგრესულ მემარცხენეობის იდეოლოგიაზეა თუმცა ისინი უკვე პოლიტიკურ კულტურულ ტრენდს ისრაელში აღარ იძლევიან ამ ტრენდებს უკვე ადგენს აი ეს ნაწილი რომელიც აი ჰარდკორი ისრაელის საზოგადოების ამასთან ერთად ხშირად ბევრს საუბრობენ უბრალოდ იმაზე ესე ვთქვათ რომ ამერიკაში საკმაოდ პოპულარულია ეგ იდეა ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული ქრისტიანული სიონიზმის საკითხი რომელიც სხვადასხვა ამასთანავე უსმენდი პასკალ ლოტასთან ჯეფრი საქსი იყო და კიდე იმ კაცი ვერ დავიმახსოვრე მოკლედ მეორე სტუმარი ყავდა კანადელი პროფესორი რომელიც დიდი ხანია იკვლევს ამ სიონიზმის თემას ესე ვთქვათ და ის ამბობდა რომ აი მაგალითად ქრისტიანული სიონიზმის წარმომადგენლების ერთ-ერთი ლიდერის თქმით ქრისტიანული სიონისტების რაოდენობა ამერიკაში მოითვლის სადღაც 50 მილიონს. ანუ შეიძლება ეს დაშვებით მისი დაშვებით ანუ ქრისტიანი სიონისტი ბევრად მეტია ვიდრე თქვათ ებრაელი სიონისტი სამყაროში. და შესაბამისად მათი ეს დამოკიდებულება რომ აი მათ შორის ესქატოლოგიური რწმენა რომ აი აუცილებელია მესამე ტაძრის აგება იმისთვის რომ დავაჩქაროთ მეორედ მოსვლა ხსნელის ხო აი ერთ-ერთი სერიოზული ასე ვთქვათ პირობა იმისა რაც ახლა ხდება. თუმცა არ ვიცი ხა რამდენად ეს მართლა ესე შეიძლება დაუშვათ, რამდენად შეიძლება მართლა გადამწყვეტი იყოს, მაგრამ რაღაც გარკვეული ელემენტები იმისა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, არის მათ შორის იმაში გახსოვს ეს ვიდეო რო გავრცელდა ტრამპის გარშემო რომ ლოცულობენ ევანგელისტი, ესე ვთქვათ, სახურები, ხო? და ამასთან ერთად ბევრი საუბრობს რომელიც იგივე ბიგ ჰექსეთის ამ ქრისტიანულ სიონიზმისადმი მიკუთვნებულობაზე და ასე შემდეგ, ხო? თავისთავად მეორეს მხრივ აბსოლუტურად თეოკრატიული სახელმწიფოა ირანი, რომელსაც თავისი ესქატოლოგიური, ასე ვთქვათ, მოძღვრება გააჩნია და ისიც ესე მოწინააღმდეგე, აი ამ ესქატოლოგიაში მოწინააღმდეგე მხარეთ აღიქვავს სიონიზმს, ხო? ანუ ორი პრინციპი შეიძლება ითქვას ამ ორი გარდა იმისა, რომ არსებობს რაღაც პოლიტიკური სერიოზული მდგენელი მათ დაპირისპირებებში, ვთქვათ, მეორეს მხრივ საკმაოდ მსუყია ეს რელიგიური, ესქატოლოგიური ნარატივები და რომელს ჯაბნის ალბათ უკვე რთული გასარკვევია, ხო? იცი როგორ არის შეიძლება ვთქვათ, რომ შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ იდეოლოგიურ საფუძვლებს, იმიტომ რომ ამადე გარეშე ვერც ერთი სისტემა შეიძლება ვერ მოსულიყო აქამდე. იმდენად ირაციონალურია, შეიძლება ვთქვათ, ერთის ან მეორის რეგიონული პოლიტიკები, ანუ უპირობო რაღაცა გენერალური ბრძოლისთვის მზადება, სადაც არანაირად არ არის გარანტირებული, რომ შენ რაღაცა წარმატებას მიაღწევ, ხო? ანუ იგივე ისრაელის მხრიდან შეიძლება ეს დავინახოთ, ანუ ეს ამან თუ არის არსება, თუ საზოგადოება თუ არ შემზადდა მსგავს ნარატივი და რაღაცა. როგორ შეიძლება ეხლა ნორმალურ რაღაცა, ანუ არაიდეოლოგიზირებულ საზოგადოებაში შენ დაამოიწყო ომი ირანთან, ხო, რომელიც რაღაცა ან პირიქით შეიძლება ვთქვათ, ხო, რომ რაღაცა ეს თუნდაც ეს შიიტური წინააღმდეგობის რკალი ვიღაცა იტყვის რომ რა შუაშია მაგალითად სპარსული სამყარო არაბების დაცვასთან და საკმაოდ არის ეს კრიტიკა თვითონ ირანში რომ რატო ვიცავთ არაბებს თავისთავად თვითონ არიცავენ რა ძალა გვადგია ანუ ეს იდეოლოგიური განზომილებაც რო არ იყოს ირანში აი შიიტური ის რთული იქნებოდა მისი აი ამ თუნდაც იმ ხარჯების გაწევა მაგალითად რა ხარჯებსაც წევს იგივე თავდაცვის ხარჯებს თვითონ ირანი და აი ამ რეგიონული რომელიც მოიაზრება ეგრეთ წოდებულ პროქსი ძალებად აქ შემოვიტანოთ მაგალითად
სუფთად პოლიტიკური მიმართულება, ესქატოლოგიური რაღაცა მიმართულების, ეს არის დიდი ისრაელის პროექტი, რომ ეს არის გამოხატულება, რომ რაღაც თუ დიდ ომს მოიგებს ისრაელი, ის განახორციელებს ამ დიდი ისრაელის პროექტს. საინტერესო ის არის, რომ ეს პროექტი ბოლო წლებამდე არ ჩანდა. აქამდე იყო ძირითადად ეს იუდია სამარიას დასავლეთ სანაპიროს საკითხი, რომ აქ მდინარე იორდანემდე ჩვენ ტერიტორია უნდა დავიკავოთ, მთლიანად ისრაელი უნდა შედგეს, პალესტინის სახელმწიფოს არსებობა გამოირიცხოს და ეს არის ისრაელის ბოლო. მაგრამ ეს მაგალითად ჩემი მოსაზრება, რატომ არის ეს დიდი ისრაელის პროექტი შემოტანილი აი დღევანდელ ისრაელის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ისრაელს და განსაკუთრებით აი მემარჯვენე სიონიზმის მსოფლმხედველობის ხელისუფლებებს არ შეუძლიათ არსებობა რაღაც ნორმალურ პოლიტიკურ სიტუაციაში. მათ მუდმივად ჭირდებათ წინააღმდეგობა და მუდმივი მილიტარიზაცია. მთელი ეს დაფინანსება მოდის შეერთებული შტატებიდან. დღე, როდესაც მაგალითად ისრაელი გახდება არამილიტარიზებული, არაექსპანსიონისტური სახელმწიფო, ეს არის იმ დღის დასაწყისი, როდესაც ისრაელმა შეიძლება შეწყვიტოს არსებობა. იმიტომ რომ რაღაცა მათი ნარატივი. ხო, ნარატივი არა, ლოგიკურადაც რომ გავყვეთ, ხო, რაღაცა ისრაელი შეიძლება აღვიქვათ დასავლურ საზოგადოებად, დასავლური მსოფლმხედველობის, სადაც მაგალითად შობადობა მცირდება, არ არის რაღაცა, როგორ გითხრათ, მასკულინური საზოგადოება, წინააღმდეგობის გაწევის საზოგადოება და რაღაც დროში არაბები საკუთარი სიმრავლით და რაღაცა შეიძლება რაღაცა მასკულინობის დაბრუნებით ისრაელის სახელმწიფო შეუქმნიან პრობლემას. ამიტომ ისრაელი უნდა იყოს პერმანენტულად წინააღმდეგობაში, პერმანენტულ მილიტარიზმში, პერმანენტულ ექსპანსიონურ რაღაც პოზიციაში და ამიტომ არის რა ეს პროექტი შემოიტანეს რაღაც ცოტა ოდიოზური რუკა თუ ნახავთ ამ დიდი ისრაელის რაღაც ნილოსიდან ევრფრატამდე რაღაც გადაჭიმული შუა უდაბნოში, რომელიც საერთოდ რას აძლევს მე ვხვდები თუნდაც უდაბნოა იორდანიისა და საუდის არაბეთის ჩრდილოეთი და კი ბატონო ახლა ეგვიპტე და სირიის სამხრეთიც არის იქ მოაზრებული, მაგრამ ცოტა რაღაცა ამხსნელები არ აქვს. აღთქმული მიწა ეს ამიტომ ეს პრაგმატული, პრაქტიკული საფუძველი ამ რუკის ჩემი აზრით არის ეს. იმიტომ რომ თუ ეს არ იქნა შეერთებული შტატების მხარდაჭერა, აღარ იქნება დაფინანსებები, აღარ იქნება წინა პოდკასტშიც ვახსენე რომ აქამდე მინიმუმ 3 მილიარდს აძლევდა შეერთებული შტატები, ეს გაიზარდა 4 გახდა, 5 გახდა ბაიდენის დროს და ეხლა კიდევ უფრო მეტია ამ ომის განმავლობაში. ანუ ეს ამერიკული ფინანსები კვებავს ისრაელს. იმიტომ თავად ისრაელის ეკონომიკაც პრაქტიკულად რაღაცა ჰაი-ტეკია, რომელიც ასევე შეერთებული შტატების დაფინანსებით იწარმოება. ანუ შეერთებული შტატების გარეშე აი ისრაელის სახელმწიფოს პროექტს მომავალი შეიძლება არ ქონდეს. ამიტომ არის რომ ეს მაქსიმალისტურად უნდა იყოს შეერთებული შტატებთან გადაბული ისრაელი, რომელსაც აი ეს ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს და აი ბოლოს მიაღწია იმ პიკს, რასაც ქვია აი ამ ესქატოლოგიურ ომში შეერთებული შტატების ჩართვა. კი ბატონო, მოდი ერთი ელემენტი გავიხსენოთ კი არა, უბრალოდ შევეხოთ, იმიტომ რომ ეს გასახსენებელი არ არის ამ მიმდინარე კვირის ინფორმაციაა, რომ თითქოს დაუბრუნდეთ ახლა, რადგან ნელ-ნელა შეჯამებისკენ უნდა წავიდეთ, დაუბრუნდეთ დღევანდელობას, ესე იგი ესეთი ინფორმაცია იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამზადებს გარკვეულ მცირე რაზმს, ასე ვთქვათ, სახმელეთო რაზმს, საზღვაო დესანტს, ესე ვთქვათ, რომლის ამოცანაც უნდა იყოს ჰორმუზის სრუტის გახსნა. ანუ იმ ინფრასტრუქტურის განადგურება, სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება, რომლითაც ირანი ახერხებს ჰორმუზის სრუტის კონტროლს. რამდენად ეს შეიძლება იყოს რეალისტური, იმიტომ ამას თან დაურთეს ისიც, რომ სწორედ აი ამ ტერიტორიაზე გაძლიერდა ბოლო დღეების განმავლობაში საჰაერო დარტყმები, ასე ვთქვათ. თუმცა ბევრი ვინმე მიიჩნევს, რომ ეს იქნება ამერიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე, ვთქვათ, მძიმე შედეგის მომტანი ოპერაცია, თუ ის მართლაც განახორციელებს ამას. ამას დაერთო ისიც, რომ ტრამპმა სწორედ გუშინ წინ განაცხადა, რომ არ აპირებენ სახმელეთო ოპერაციის და ხმელეთზე ჯარების გადასხმის მზა, ასე ვთქვათ, საკითხი არ განიხილება თითქოს. ხო, ეს სცენარი ჩემთვის ძალიან რთულად წარმოსადგენია. ამის თქმის საშუალებას იძლევა 2 წლის წინანდელი ოპერაცია ამერიკის მოიცი როგორი ხო კეთილდღეობის მცველი ჰუსიტების წინააღმდეგ წითელ ზღვაში, როდესაც მათ ცადეს ბაბელმანდების სრუტის გახსნა, როდესაც ჰუსიტები არ უშვებდნენ ისრაელთან და ამერიკასთან აფილირებულ ნავთობ ტანკერებს და არა მაგრამ სავაჭრო გემებს მოკლედ ხო.
ანუ ირანს ამ შემთხვევაში აქვს რამდენიმე მიმართულებით ამ სრუტის ჩაკეტვის შესაძლებლობა. პირველი ეს არის ასეთი სწრაფმავალი წყლის დრონები, რომელიც არ ჩანს წყლის ქვეშ არის, ვერ ხედავ. არის პატარა კატალღები, რომლებიც წყალქვეშა გვირაბებშია შენახული. არის, რა ქვია, დრონებითაც შეიძლება აეროდრონები და არის артиლერია, რომელიც შეიძლება განალაგოს, რამდენიმე, მთელი კომპლექსი აქვს იმისთვის, რომ ჰორმუზის სრუტეზე მოახდინოს ზეწოლა. ის რომ მაგალითად ეს მოკავშირეები აქამდე ვერ თანხმდებიან ამ ჰორმუზის სრუტეში გაცილება, გამოცილებაზე, ხო, ამ სავაჭრო გემების, მათ შვენივად მოეხსენებათ ეს პერსპექტივა, და არ სურთ ის ბოლო, ასე ბარათიც დათმონ, რაც შეიძლება რაღაცა დიპლომატიური კომუნიკაცია იყოს ირანთან და ეს იგივე იტალია ახსენე, ხო, შენ და სხვადასხვა ქვეყნები, მაგალითად ინდოეთის გემებიც გადის, პაკისტანის გემიც გაუშვეს. ხო. ამიტომ არის ეს და რთულად წარმოვიდგენია ახლა რაღაცა თუნდაც რამდენიმე 1000-იანმა დესანტმა ან რაღაცა ესე, გემი არის ძალიან მარტივი სამიზნე, მით უმეტეს ისეთ არეალში, რომელიც არის დაახლოებით. ხო, ნელა მოძრაობს რაღაც 20 კილომეტრის ის არის რაღაც თლიანად ეს რადიუსი და საკმაოდ რთულია და რესურსიც ახლა იქ რამდენი გემიც უნდა გავიდეს, ყველა სამხედრო გემი ვერ გაყვება. ამდენი სამხედრო გემი ფიზიკურად არ არსებობს, ხო? ის რომ მაგალითად ჯერაფორდი უკან მიდის, რაღაცა აბრაამ ლინკოლს პრობლემები შეექმნა, ესენიც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ოპერაცია ცოტა რაღაცა სკეპტიკურად განაწყობს დამკვირვებელს. საპირისპიროში შეიძლება ითქვას ისტორიაში პირველი 95 დაზიანდა. ხო, ეს გუშინდელი მოვლენაა, ხო. საპირისპიროდ ეხა რა არის? ირანი გადაიქცა, როგორ გითხათ, ეხა რაღაცა ზღაპრებში წყაროზე რო დევია და წყალსარი ძლევა ჩაკეტავს გახსნის, და ახლა ესეა ჰორმუზის სრუტეზე დგას და ჩაკეტავს გახსნის. მან მიიღო საკმაოდ დიდი გეოპოლიტიკური ზონა ამ კონფლიქტით, რაც არის ესე ვთქვათ სტრატეგიული ჩავარდნა შეერთებული შტატების. აბსოლუტურად საწინააღმდეგო რაც მეორე და შეერთებული შტატებისთვის ასევე კრიტიკული, ასე ვთქვათ, შედეგი ამისისაა, რომ რეალურად ირანი გახდა პეტროდოლარის მოცულობის მაკონტროლებელი. თუ ქვეყანა ვერ იყიდის არაბულ ნავთობს, ხო? მას მაშინ დოლარები აღარ დაჭირდება, ხო? წავას ხო იყიდის, რუსეთი ვახსენეთ, ხო? სხვა ქვეყნები ვახსენეთ, ასე ჩინეთის გადაყიდული, ინდონეზიის გადაყიდული. განაცხადა, რომ ვინც იუანში ივაჭრებს, იმათთვის გავხსნით. ხო, თუ იუანში ივაჭრებ, პეტროდოლარს თუ მე ზიანს მივაყენებ, კი ბატონო. ესეც არის სტრატეგიული ჩავარდნა და საკმაოდ მნიშვნელოვანი და იმიტომ რომ ბოლო დღეებში ჩვენ მარტო უსმენთ აი ჰორმუზის სრუტეს გავხსნით, არ გავხსნით, გააცილეთ, გამოაცილეთ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ამ კონფლიქტს, როდესაც ჩვენ ვამბობთ, ხო, ხა ირანულ რაღაცა წარმატებებს, იმას კი არ გულისხმობთ, რამდენი რაკეტა და ბომბი ისროლა და რაღაც. ეს არის რა, ომი არის რაღაც გეოპოლიტიკური დაპირისპირება და იქ სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებაზეა, თორე ხა შეერთებული შტატები რო 100-ჯერ მეტ ბომბს ჩამოაგდებს ირანში, გასაგები იყო თავიდან. თუმცა ნახეთ, ბოლო დღეების განმავლობაში გაჩნდა სტატისტიკა. არ ვიცი ამდენად სანდოა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საინტერესო სტატისტიკა იყო, რომ თავში ეს U-shapes რო ეძახიან ხოლმე, ესე ვთქვათ, ესე use ფორმის რუთს, ესე ვთქვათ, ხო? სადაც თავში იყო პირველი დღეების განმავლობაში საკმაოდ ინტენსიური გამოყენება რაკეტების და დრონების ირანის მხრიდან. შემდეგ რამდენიმე დღეს, თითქმის 10 დღე შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მცირე ოდენობით ხდებოდა ირანის მხრიდან ამ დაბომბვების გამოყენება, თუმცა არ შეწყვეტილა, სრულად არ შეწყვეტილა, მაგრამ რაღაც ინტენსივობა მნიშვნელოვნად იკლო და ბოლო რამდენიმე დღეა მატების ტენდენცია აქვს ამ დაბომბვებს. და როგორც ცალკეული სპეციალისტები ამბობენ, სიზუსტის ესე ვთქვათ პროცენტით საკმაოდ გაზრდილია, მინიჭებული ზიანის პროცენტით საკმაოდ გაზრდილია. ეს ლოგიკური პროცესია, დასაწყისში თავარი მოტივი აქ იყო თავდაცვითი სისტემების გამოფიტვა და იმ რაკეტების დახარჯვა, რაც არსებობდა, ხო? და ამიტომ უნდა გაუშვა ბევრი, რომ ეს რესურსი ამოუწურო მოწინააღმდეგეს, თორე რაღაცა ის შემცირებული დრონების და ბალისტიკური რაკეტების რაოდენობა იმავე მიზანს შედეგს დებს, რაც პირველ დღეებში იყო, ხო? თუ აღარ არსებობს თავდაცვითი სარაკეტო სისტემები, მე რა ძალამადგია, ხო, რაღაცა დავხარჯო 1000 დრონი და რაღაცები, შემილია ის რაღაც მცირეოდენი რაღაცა რესურსებით. თან რაც თავარია, ირანს პირველივე დღიდან რეალურად გაცხადებული აქვს, რომ ეს კონფლიქტი უნდა იყოს ხანგრძლივი და ეს უნდა იყოს გამოფიტავი, იმიტომ რომ ეს არ შედის და ჰორმუზის სრუტე იყო მთავარი კარტი. რაც უფრო დიდ ხანს გავწევა ამ კონფლიქტს. ის ვახსენოთ ახლა, ხო? ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური საკითხი შეიძლება ითქვას ამ კვირის, რომ ლარიჯანის სიკვდილი დადასტურდა.
ლარიჯანის, ანუ ეს უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის, ესე ვთქვათ, ხო? ამასთან ერთად თავიდანვე პირველივე დღე იყო, როდესაც აიათოლას სიკვდილი პირველივე დღეს ისრაელმა თქვა, მაგრამ რაღაც ერთი დღე დასჭირდა იმას, რომ დაედასტურებინა ირანს დაახლოებით, ხო? უამრავი ლიდერი დაიღუპა ამ ომის დაწყებიდან, ასე ვთქვათ, ირანის მხარეს. ასევე ჯერ არ გამოჩენილა საჯაროდ და ვიდეოც კი არ არსებობს მისი, ესე ვთქვათ, მოშტაბა ხამენეის ვიდეო არ არსებობს, ასე ვთქვათ, ახალი აიათოლას ვიდეო არ არსებობს, არსებობს წერილობითი მიმართვები და არსებობს გარკვეული ჭორები, რომ ის მოსკოვშია, კურნალობს, სერიოზული ჭრილობა აქვს მიყენებული და ასე შემდეგ, ხო? მოკლედ, რისი კითხვა მინდა, იცი, თავის მხრივ ირანი ამბობს, რომ მისი, ესე ვთქვათ, მართლობითი სისტემა იმდენად მყარია და იმდენად დეცენტრალიზებულია და ვთქვათ, არ არის ერთ ფიგურაზე აწყობილი, რომ მსგავსი, ასე ვთქვათ, დანაკარგებით შეუძლებელია ირანის შეჩერება. რამდენად ეს ასეა, რამდენად შეიძლება მართლაც და ვთქვათ, განეიტრალებით, ლიდერშიპის განეიტრალებით მნიშვნელოვანი ზიანი ვერ მიადგეს ირანის პოლიტიკურ სისტემას. ალი ლარიჯანი იყო საკმაოდ წონიანი ფიგურა ირანის შიდა პოლიტიკაში. კი ეს თუ სწორად მახსოვს პარლამენტის თავმჯდომარე იყო ეს წლების წინ. რეალურად ვიდრე ახალ აიათოლას აირჩევდნენ, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ის ერთპიროვნული ლიდერი იყო. მას გადააბარა მართლობა რეალურად ალი ხამენეიმ და ერთადერთი ადამიანი შეიძლება, პრაქტიკულად შეიძლება ვთქვათ, რომელიც ბოლოს კომუნიკაციაზე იყო ალი ხამენეისთან. საკმაოდ ესეთი ჭკვიანი კაცი, ფილოსოფიის დოქტორი, კანტიანელი, საკუთარი ტექსტებით. თუმცა ალი ხამენეიმ, შეიძლება ვთქვათ, რომ პრაქტიკულად, როდესაც მოკლეს ისმაილ ჰანიე თეირანში, როდესაც მოკლეს ნასრალა და მთელი ჰეზბოლას ლიდერშიპი 2024 წელს, აქედან ალი ხამენეი და აი ამ უმაღლესი უშიშროების საბჭომ, რომლის ხელმძღვანელი იყო ალი ლარიჯანი, შეიმუშავეს ასეთი სიღრმითი თავდაცვითი ტაქტიკა. რომ აი ეს ლიდერშიპის გამრავლება რა, ქართულად შეიძლება როგორ ვთქვათ. ყველა წამყვანი თანამდებობის პირს უნდა დაესახელებინა მინიმუმ 5 ან 6-7 მისი მემკვიდრე, რომელიც მისი ლიკვიდაციის შემთხვევაში გააგრძელებდა მის საქმიანობას. შეიძლება ჩვენ რა ვთქვათ, რომ ირანში გადაწყვეტილებები ad hoc არ მიიღება, რომ აი ეხა ესე ვშვები და პროცესში შევცვალე. რეალურად უკვე გაწერილია რაღაცა ომის პარადიგმა, პოლიტიკური პროცესების მართვის პარადიგმა, უბრალოდ მას რაღაცა და ეს ლიდერები რაღაცა გადაწყვეტილების მიღების ცვლილებების აღარ არის საჭირო. ის შეიძლება მოკლა და დაწერილას ჩამოყალიბებულ პარადიგმას ახორციელებს, მისი მემკვიდრეები, ვინც არის ცოცხალი. ისიც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალი ლარიჯანი უკვე ჩაანაცვლა საიდ ჯალილიმ. ეს არის ყველაზე ჰარდლაინერი პოლიტიკოსი ირანში. მან ბოლოს იყარა პრეზიდენტობაზე კენჭის მთავარი კონკურენტი იყო პეზეშკიანის და იმდენად ჰარდლაინერი იყო, რომ ირანულ საზოგადოებამაც არ მიიღო. თან იყო აი აიათოლომაც კი თქვა რა ეხლა. კი, ხო და ის ჩანა ესეც უკვე მიანიშნებს აი მოშტაფა ხამენეის რა კადრები მოყავს ხელისუფლებაში, თუ გადავხედავთ რეალურად ეს ჰარდლაინერების რაღაცა ბაზირება ხდება პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში და მთლიანად აი მე რასაც ვახსენებ გასულ პოდკასტებში რომ არსებობს რაღაც პარალელური სახელმწიფოები, ინსტიტუტები, რესპუბლიკური ცალკე და ეს ისლამური ნაწილი, ეს ისლამური ნაწილის მართველი ორგანო, რაც არის რევოლუციური გუშაქთა კორპუსი, ის თლიანად ყლაპავს აი ამ რესპუბლიკურ ნაწილს, თლიანად აი ამ აღმასრულებელ შტოს, შეიძლება პარლამენტშიც უკვე რაღაცა გადამწყვეტი პოლიტიკური წონა აქვთ უკვე ამ ჰარდლაინერებს და რაღაცა მომავალი იქითკენ მიდის, რომ რაღაცა არანაირი მოლაპარაკებები, არანაირი რაღაცა დალაგების რაღაც ახალი თაობა მოდის. ხო, ახალი თაობა, ხო, მათ უკვე როგორ არის, იცი, აქამდე ირანულ საზოგადოების ნაწილს ეგონა, რომ ეს იყო რაღაცა იდეოლოგია, რომლითაც უბრალოდ ატყუებდა ხელისუფლება, რომ შეენარჩუნებინა. მოყირჭებული რაღაცა ასაკში შესული ხალხის რაღაცა გვატყუებენ, რომ რაღაც რა ის ისრაელი და რა ის ამერიკა ჩვენი მტერი, ყველაფერი რაღაცა შეიძლება დალაგებადია, მაგრამ აი 7 ოქტომბრის შემდგომ მოვლენება, აჩვენა რომ ეს არა თუ იდეოლოგია, არამედ რეალობა იყო, რომელიც ადრე თუ გვიან ირანის წინაშე დადგებოდა. და დღეს არის როგორ გითხეთ, რაღაცა ეს წინააღმდეგობრივი ჯგუფები რაც იყო
იყო ირანში, ან თუნდაც ეს ლიბერალური ნაწილი მოსახლეობის, უკვე ისიც გაჩუმებული, არა გაჩუმებული იმიტომ, რომ გააჩუმეს, უბრალოდ მიხვდა, რომ მათი არგუმენტი რეალურად იყო, არ იყო მართალი. კიდე ერთი რამე მოვისმინე ამას წინათ, რომ ირანის თავდაცვის სისტემა არის მნიშვნელოვნად ავტონომიურად, ანუ ოლქებად დანაწევრებული მოზაიკური ხო. ესეც აი ამ სიღრმითი თავდაცვითი ტაქტიკის რომელსაც თავისი ესე ვთქვათ დირექტივები აქვს და ის მოქმედებს ამ დირექტივებით იმის მიუხედავად რა ტიპის ბრძანება შეიძლება მოვიდეს არ მოვიდეს ანუ პირობთ თუ ბრძანება არ მოდის შეჯერებასთან დაკავშირებით ის აგრძელებს მოქმედებას. ხო ხა ირანმა წინასწარ იცოდა როგორ დაპირისპირება შევიდოდა ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან რომ ეს არ იქნებოდა სახმელეთო დაპირისპირება იქნებოდა რაღაცა ავიადარტყმები იქნებოდა სარაკეტო დარტყმები მას რა რესურსები ქონდა ეს ყველაფერი აწონილია და იმის მიხედვით უკვე გაწერილია ეს საბრძოლო ტაქტიკის პარადიგმები და ამას მიყვება უბრალოდ ეხა ლიდერი არ არის ნუ მის ჩამონაცვლებელი მოინახება მოკლედ. მოდი ბოლოს რითი დავასრულოთ საუბარი ძალიან მოკლედ ესე ვთქვათ ხო ის რაც შეიძლება თეორიულად მომავალ კვირაში გახდეს ჩვენი საუბრის საგანი. რას გულისხმობ ამ შემთხვევაში ანუ ეს მოცემულობა ეს ჩიხური მოცემულობა ამერიკისთვის მე მგონი უკვე დიდი ხანია ქმნის მაგრამ რაღაცა თითქოს მწიფდება ბოლო პერიოდში აი ამ განცხადებებით რაღაცა შეფასებებით და ასე შემდეგ რომელმაც შორის ტრამპის განცხადებებით კუბა ანუ კუბა შეიძლება აღმოჩნდეს ტრამპისთვის ძალიან კარგი ესე ვთქვათ შესაძლებლობა ყურადღების გადატანის. მან უკვე განაცხადა რომ აქვს იმედი რომ კუბას ესე ვთქვათ ну დაიპყრობს არ უთქვამს მაგრამ ну რაღაც ყოველ შემთხვევაში გააკონტროლებს. და ჩვენ ნახეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კუბაზე სერიოზული ბლეკაუთია, ასე ვთქვათ, სერიოზული პრობლემაა იმისა, რომ ნავთობის მიწოდების, ვთქვათ, ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა. გაჩნდა ინფორმაცია, რომ ერთი რუსული ტანკერი მიდის კუბისკენ, თუმცა მას ერთი თვე ალბათ დასჭირდება იქ ჩასასვლელად. და ისიც უცნობია, რამდენად არის შეთანხმებული ამ ტანკერის კუბაზე ჩასვლის საკითხი ამერიკასა და რუსეთს შორის. მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში კუბა და მე ისევ არ გამოვრიცხავ უკან დღის წესრიგში დაბრუნებას გრენლანდიის საკითხის, ხო? იმიტომ რომ აი ახლა უფრო მეტად ლოგიკური მიმგონია, რომ გრენლანდიას მიუბრუნდეს განაწყენებული საკუთარ ნატოელ მოკავშირეებზე ჰორმუზთან დაკავშირებით. სხვათა შორის ანუ შეიძლება აქედანაც არის რომ დანიამ თანხმობა განაცხადა ჰორმუზის სრუტის გახსნაზე. არ ვიცი დანიამ რა უნდა გააკეთოს იქ, მაგრამ ნუ სავარაუდოდ რო არ გააბრაზონ ტრამპი და ასე გრენლანდია არ დააბრუნა. დანია და ესტონეთმა განაცხადა რომ ის დაეხმარება შეერთებულ შტატებს. ნუ მე მგონი ლიტვაც იყო მათ შორის, ხო. ხო, კუბა არის საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაში, როგორც ახსენე, 30 საათიანი ტოტალური გათიშვა იყო ქვეყანაში, ანუ არ არსებობდა ელექტროენერგია. ნუ ეს გამოწვეულია იმით, რომ საწვავი აღარ აქვს სახელმწიფოს და თუ ეს ენერგო ინფრასტრუქტურაც, ეს ელექტროობის ინფრასტრუქტურაც არის უკვე მოძველებული, რომლის განახლების შესაძლებლობა არ აქვს კუბას, იმიტომ რომ ამ ბლოკადის გამო ის ვერ იძენს ამ ტექნოლოგიებს, რომ მოუაროს ენერგო ინფრასტრუქტურას. ну ჩვენ შეიძლება ნახოთ დაახლოებით ვენესუელას მსგავსი სცენარი მე სხვანაირი არ წარმომიდგენია, იმიტომ რომ ну როგორც ვენესუელაში არსებობს ნომინალური ოპოზიციური პარტიები, თუმცა მათი ლეგიტიმაცია იმდენად დაბალი იყო, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო მათით ჩაინაცვლებინათ ეს ჩავიზმოს მოძრაობა, ხო? დაახლოებით იქ საერთოდ არც არის ოპოზიციური პარტია კუბაში, ეს არის ერთპარტიული კომუნისტური სახელმწიფო. მაგრამ არის ეგრეთ წოდებული, ვთქვათ, ამერიკაში ემიგრირებული კუბური მაგრამ ნუ როდეს როგორ არის ცი ლეგიტიმაცია მოსახლეობის მაინც გჭირდება. რაც არ უნდა ეხა დასვა შევინც გინდა, ხო? ნუ არ გამოურიცხავ რომ რაღაცა თუნდაც ეს კომუნისტური პარტია დარჩეს, უბრალოდ ხელისუფლებაში რაღაცა შეთანხმებული პიროვნება მოვიდეს, ხო, რომელიც ნუ რაღაცა აღიქმება ვითომ პროამერიკული. მაგრამ ნუ აქ თავი საკითხი მაინც რა არის, ანუ კუბა როგორც ასეთი გეოპოლიტიკურ, გეოეკონომიკურ ღირებულებას არ წარმოადგენს. ის რომ ღირებულებას რო ქონოდა ეს ციომში ის არ დარჩებოდა ისე როგორც დარჩა, ხო? ნუ რაღაცა არანაირად ის სიმბოლური ხასიათი აქვს. როდესაც უკვე კუბა აღარ წარმოადგენდა საფრთხეს, ანუ ეს გაიტანა ნიკიტა ხრუშჩოვმა თავის დროზე ეს რაკეტები, ნუ ახლა კი არ იყო სასურველი მის საზღვრის გადასწური კომუნისტური ხელისუფლება, მაგრამ
და ნუ არც საფრთხეს წარმოადგენდა, არც რაიმე ღირებულებას მით უმეტეს დღეს, ახლა როდესაც რესურსული მუტაცია. ნუ რაღაც გუში ვნახე, რომ მაგალითად კობალტის წარმოება აქვს, რომელიც მნიშვნელოვანი მეტალია, თუმცა ის რაღაც დაახლოებით მე-9 ადგილზეა მსოფლიოში ამ მიმართულებით. ამიტომ ეს არის რაღაც შეიძლება ისე შიდა პოლიტიკაზე გავაკეთოთ აქცენტი, რომ რაღაც მარკო რუბიომ რაღაცა დაიწეროს ქულები და ისი ეს საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი რაც ქონდა სენატორობისას, მაშინ განახორციელოს და ნუ განაცხადოს ისევ ეს მემკვიდრეობაზე პრეტენზია ტრამპის. ნუ რაღაც ეს. კარგი, შოთა, მე მგონი დღეს მოვრჩეთ, მე ახლა დავაკვირდეთ კუბა რამდენად გამწვავდება მომავალი კვირისთვის და მომავალ მიმოხილვაში შეიძლება შევეხოთ კიდევაც, შეგახსენებთ რომ უყურებდით 52 პარალელს, უსმენდით საქართველოს რადიოს ეთერში და გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, Spotify-ზე, დაგვიმეგობრდით Facebook-ზე, TikTok-ზე და დაელოდეთ ჩვენს შემდგომ ეპიზოდებს, კარგად ბრძანდებოდეთ, მშვიდობას გისურვებთ.